მოკლედ, ახლა ჩვენ კარგად უნდა დავგეგმოთ ამ საღამოს ზღვის პროდუქტების ფართი და შესაბამისად უნდა შემოვიტყუოთ ორივე ეჭვიტანილი. ერთი წუთით და სად უნდა გავაკეთოთ ეს ფართი? რა საკვირველია ჩემთან? მართალია ირაკლი. ჯერ მოვამზადოთ ეს თევზეული. და მე შემოვიტყუოთ ორივე. ახლა ამ სუფრაზე ლოქოს, ვეშაპის და ლიფსიტების არსებობა რო გამორიცხულია, მე მგონი დავეთანხმებით. რა თქმა უნდა. აქ ორი აზრი არ არის. კარგი. ახლა დავიწყოთ საქმე. ხო? დავიწყოთ საქმე, გადავიდეთ მოქმედებებზე. ესე იგი, რაც შეეხება თევზეულს. ყველა სახის თევზეულს იყიდის თამარ ღლონტი. ხას უსვავს შებოლილი თევზის გარდა. და მე რატო ვითო? აი, ფული. ღლონტი ოდამჯერად ქეთევანი წავა და მოიტანს ხამანწკებს, სუშის, კალმარებს, ომარებს, ლოკოკინებს და მეორეჯერ ვუსვავ ხას შებოლილი თევზის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს და მეორედ აი ფული. და შებოლილი თევზი? რაც შეეხება შებოლილ თევზს, მე და ბატონი ლაშა ტორონჯაძე ჩავირბენ თუცებს სანაპიროზე და იქ შევარჩევთ რამე კარგ შებოლილ თევზს გლუტთან ერთად. რა თქმა უნდა ირაკლი. თქვენ მაშინ პურიც წამოიღეთ. ხო და იმ ახალ პურს აქ დავტოვებ და ძველს გამოვიტან ჩხეიძეებში. თევზს ძველი უხდება. კი, აბა. ისე ირაკლი რამე ბოსტნეულიც უნდა წამოვიღოთ ჩვენ. იმიტომ რომ ანანო რომ მოვა მე იტყვის, მე ამ თევზს ვერ შევჭამ. ესენი ხო ჩვენი მოცურავე მეგობრები არიან. თავრი. გახსოვს. მედეაბებია სოფელში ყოველდღე რო გვაძლევდა სტაფილოს და თევზს. სტაფილოს სიმაღლეში გაგზრდითო და თევზი მხედველობას უხდება. სტაფილო მოგაკლოთ აშკარად ხალბატონმა მედეამ. ირაკლი, ჩვენ ამ ყველაფერს რო ვიყიდით, ჯერ აქ უნდა შემოვიტანოთ და მე შენთან. რატო? თამარმა ხო უნდა განაბაჟოს. თქვენ იცინეთ და იმ ქალბატონებს მე დავურეკ. ვინ ქალბატონებს? ვინ ქალბატონებს? უი, ესე იგი მე ურეკავ ახლა იმას, ეკას. ხო. ეკას შენ ურეკავ თიკას. მიდი. მოიცოდეთ? ეხლა მომისმინე დაალაგებულად გეგმეურად და კონკრეტულად შუა დღეს. ალო, ეკა, მე ვარ ხო ირაკლი. როგორ ხარ? მე კარგად არა მიშავს. ეკა, ამ საღამოს რას აკეთებ? ხო, არა, თავისუფალი დრო გააქვს ამ საღამოს, რომელ საათზე გცა? ერთი წუთი ეკა, ვიდავდი. თიკა, მიდი. მე შემედენ და მიდი. თიკა. ლაში ხო არა ვარ, ირაკლი ვარ. ირაკლი ვარ, ხო, ის დამიჯდა მე ტელეფონი და საღამოს თავისუფალი ხარ? ხო, რას აკეთებ? რომელ საათზე 6-ზე შეგიძლია? არა. 6-ზე, 7-ზე? 7-ზე ერთი წუთი ხო ეკა? ხო, მარიკამ დამიძახა და გავედი, ირაკლი ვარ. ხო, ვისა, შენ შეგიძლია 7-ზე რა? 7-ზე რო შეხვდეთ? არა, თიკა 7-ზე მე არ შემიძლია. ხო, აბა რომელზე შეგიძლია შენ? 8-ზე შეგიძლია? ეკა 8-ზე რო შეხვდეთ ეკა? 8-ზე შეგვიძლია ეკა? ჩვენ ვაზე არ ცალია. არ ცალია, აბა რა თამის ვაზე იუზასთან მივდივარ. არა ჩვეულებრივი დროა, 8-ზე გელოდები.